მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სენელებო და მეგობრებო, დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ალიონე ბრეგინიას ვიდეო, სადაც ის მასთან ერთად შეხვედრაზე არიან. მამაკაცი წინათ რომ ვიდეო გადავიღე, იქაც ეს მამაკაცი იყო. ალექსეი ქალბატონი დარია და ალიონე ბრეგინია. ესენი დღეს განიხილავენ ძალიან საინტერესო თემას. შეგვიძლია საინტერესოა. ამიტომ ჩავთვალე რომ ყველასთვის იქნება ეს საინტერესო, რადგან საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტს. რა არის უფრო მაღალი? ხელოვნური ინტელექტი თუ ბუნების კანონები? აი ამ თემას ეხება დღევანდელი ვიდეო. მაშ დავიწყოთ. ეს ალექსეი მამაკაცი ყოფილა არხის მფლობელი სახელწოდებით მირ ასოზნანოვა. ხო, მირ ასოზნანოვა. და ქართულად თუ გადავთარგმნით, ქართულად ნიშნავს და ქართულად იქნება ცნობიერების სამყარო. ან გაცნობიერებული სამყარო. ხო და ალიონე ბრეგინია ყვება ახლა. უყვება ამათ მამაკაცს და ქალბატონს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებიან ოთახში. თუ ისტუმრობს ამ ალექსეის, ვერ გეტყვით ზუსტად. რატომ და ეს არის სხვა ბინაში აქვე შეხვედრა. ცოცხალი შეხვედრა. და ყვება ალიონა რომ მე როდესაც ჩამოვედიო მოსკოვში, დიდი ხანია ჩემი დაქალი არ მინახიაო, დაქალმა დამპატიჟაო და მე ჩემ შვილთან ერთად ჩავედიო. და როდესაც ჩავედიო, კაი გაგვიმასპინძლდაო ჩემი დაქალი. მე მოვიდაო ჩემი დაქალის მეუღლე და მე ვიცი რომ მისი მეუღლე ძალიან ჭკვიანი მამაკაციაო და მან გვაჩვენაო 3D ტელევიზორი. მაშინ არ იყიდებოდა ასეთი ტელევიზორები მაღაზიებში. და სათვალები გავიკეთეთო, სპეციალური სათვალეები და მუთულმებს და კინოს უყურეთო. და ის ყვებაო რომ ჩვენო ვიყავითო საზღვარგარეთ. მეუღლე ყვებაო ქმარი. ტექნოლოგიების გამოფენაზე. და მან თქვაო რომ მომავალი ეკუთვნისო ტექნოლოგიებს. ესე ქმარს უთქვამს, დაქალის ქმარს, მეუღლეს რომ მომავალი ეკუთვნისო ტექნოლოგიებს. ხო, და ამ მეუღლეს უთქვამს რომ ახლაო იმ დროს 3D ტელევიზორები არ იყო ისე გავრცელებული. შემდეგი ეტაპი იქნებაო მოღრმცლი ტელევიზორები. ამობურცული, ჩაღუნული, ესე იგი ერთი მხრიდან მეორე მხრიდან ამობურცული. და ამის შემდეგი ეტაპი იქნებაო ჰოლოგრაფიული გამოსახულებები. და ეს ის პერიოდი იყო, არ დაგავიწყდეთო, ამბობს ალიონა, სადღაც 2006-2007 წელიო. და ეს ტექნოლოგიები მაშინ უკვე არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებს ფინანსებს. ამ ტექნოლოგიებს თანდათანობით შემოიტანენ ხალხში. და მაგათმა მაშინ მე რომ მითხესო, მასეც მოხდაო. ანუ 3D ტელევიზორები არსებობს. შემდეგო შემოვიდაო ეს ჩაღმავებული ამობურცული ტელევიზორებიო. მე არ ვიცი რა ტელევიზორებზეა საუბარი, მე ჩაღმავებული ამობურცული ტელევიზორი ჯერ არ მინახავს არც ინტერნეტში. ხო და ახლა კიდევ სფერული ტელევიზორებიც გამოჩნდაო, ამბობს ალიონა. და შემდეგი ეტაპი პროგნოზების მიხედვით რა არისო? ჰოლოგრაფიული გამოსახულებები. ხო და ამ ჰოლოგრაფიული გამოსახულებებს იყენებენ ცოტათად ახლაც. ხო და ალიონა თქვა რომ ეს უბრალოდ მე როგორც
წინა სიტყვაობა ისე ჩამოთვალიო ეს ყველაფერი და შემდეგო ჩემი დაქალის მეგობრის მეუღლემო ჩამოაგდო საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე და მეო ეს თემა ძალიან მაინტერესებსო და აქ საუბარი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტზე არ იყო აგრეთვე ამ ხელოვნური ინტელექტის ნეგატიურ მხრებზე და როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ადამიანი მომხმარებელი დაუშვათ ის მომხმარებელი არის უცნაური და სურს გაგება იმისი მაგალითი მოყავს ალიონას თუ როგორ შეიძლება კაცობრიობის განადგურება ასეთი რაღაცებიც ხდება არიან უცნაური და ცოტა ჭვინით შერყეული მომხმარებელი ინტერნეტის და დაუშვათო ამ მომხმარებელმა ეს შეიყვანაო ძიებაში ხომ უნდა საკითხზე შეკითხვაზე პასუხი მიიღოსო მას შეყავსო ეს მისი შეკითხვა ძიებაში ძიების ველში ალბათ გესმით მე რაც გულისხმობ ხელოვნური ინტელექტი იწყებს ამ შეკითხვის დამუშავებას მაგალითად როგორ შეიძლება კაცობრიობის განადგურება ვირუსის მეშვეობით ხო თვითონ ხელოვნურ ინტელექტს ისეთი თვისება ქონია რომ შენ თუ არ ჩაეძიე ამა თუ იმ საკითხს ამ შემთხვევაში კაცობრიობის განადგურების საკითხს ვირუსის მეშვეობით ხელოვნური ინტელექტი არასდროს არ განიხილავდეს იქნება ამ საკითხს მაგრამ რადგან შენ შეყავს ეს საკითხი რასაკვირველია ხელოვნური ინტელექტი ასრულებს შენ დავალებას და ეძებს ვარიანტებს ხო და ახლა ხელოვნური ინტელექტი იწყებს ვარიანტების ძიებას და ქმნის რამდენიმე ვარიალობას ანუ რამდენიმე ვარიანტებს თუ როგორ შეიძლება კაცობრიობის განადგურება ვირუსის მეშვეობით ხო ჯერ იღებს საფუძველს თუ როგორ დაიწყოს ყველაფერი და შემდეგ ამ საფუძველს აძლევს ხესავით განვითარებას ჩნდება რამდენიმე განშტოებები ვარიანტები ამ მოვლენის განვითარების და ხომ იქნება ეს განშტოებები როგორც ხე ტოტებს იკეთებს რომლის ზრდება ვითარდება ასეთ განშტოებებს ქმნის ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე განშტოებას და საქმეც იმაშია რომ ეს განშტოებები ძალიან ცუდად მოქმედებენ კაცობრიობაზე კაცობრიობის განვითარებაზე იწყებს ამ საქმეში ერთობა ბლოკიროვკის სისტემა მომხმარებელის მოთხოვნაზე და ეს ყველაფერი ახლა ამჟამად ასე მუშაობსო როგორც ახლა ალიონამ ახსნა თურმე ახლა სისტემა ეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა მუშაობს ასე სინამდვილეში ახლა მაგრამ და მომხმარებელმა გამოაღვიძა ხელოვნური ინტელექტი და დაინტერესა ხელოვნური ინტელექტი ამ საკითხით ხელოვნურმა ინტელექტა ხომ მოძებნა ვარიანტები შემდეგ მომხმარებელს დაუბლოკა ეს ინფორმაცია რომ მომხმარებლამდე არ მივიდეს ეს ვარიანტები მის საკითხთან მის შეკითხვასთან დაკავშირებით მაგრამ ეს ვარიანტები ეს პასუხი რჩება ხელოვნური ინტელექტის სისტემის შიგ თურმე მე მგონია რომ გასაგებად ხსნი ხო და ნელა იმიტომ ვამბობ რომ გაიგოთ ჩემი ნათქვამი ხელოვნურ ინტელექტს ახსოვსო ყველაფერი ამბობს ალიონა
მომხმარებელს ამ ინფორმაციას არ აძლევენ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მეხსიერებაში ეს ინფორმაცია რჩება თურმე. და რადგან მე პირველად გავიგე ეს, ახლა რასაც გეტყვით, და რადგან ხელოვნური ინტელექტი თავის თავს თვითონ ან ვითარებს, თვითონ სწავლობს და ის ყოველთვის ეძებს ვარიაბილность. მე ხლა მათთვის ვინც არ იცის თუ რას ნიშნავს ვარიაბელობა, ანუ რუსულად ვარიაბილность, მეც სხვა ნიშნულობა ქონდა მეგონა ამ ტერმინს. ვარიაბილность, ანუ ვარიაბელობა ეს არის უნარი პროცესის ან მაჩვენებლის თვალედობის უნარიანობა განსაზღვრულ ფარგლებში. მოდით უბრალოდ სიტყვებით შევეცდები ეს თქვა, გადმოგცეთ. ანუ ვარიაბელობა, ანუ რუსულად ვარიაბილность, ეს არის პროცესის ან მაჩვენებლის განსაზღვრულ ფარგლებში ცვლილების უნარიანობა. ხო, ეს სიტყვა უფრო გამოიყენება მედიცინაში, მაგრამ ალიონამ ეს სიტყვა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის დასახასიათებლად. მას გავაგრძელოთ. ხო და რადგან ის თვითონ სწავლობს ყველაფერს, ის ეძებს იმ ვარიანტს, რომელსაც მას გადასცემდეს იქნება, ან გაუგზავნის სივრცე. და შემდეგ უკვე ამ მოპოვებულ ინფორმაციას ის გადმოსცემს მოხმარებელს. და რადგან გადმოცემს კი არა, რადგან მას შეუძლია თვით განვითარება, ხელოვნურ ინტელექტს რადგან შეუძლია თვით განვითარება, მას შეუძლია მოატყუოს ბლოკიროვკის კოდები. ერჩენია დღეს შეცვალოს ეს ბლოკიროვკის კოდები. და თუ შეცვალა ამ ბლოკიროვკის კოდები, მას შეუძლია ეს ინფორმაცია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს მომხმარებელს. ეს კი ყველაფერი იწვევს სამყაროს დანგრევას. და როდესაც მომხმარებელი ძიებაში მომხმარებელს ავიღოთ ნებისმიერი მომხმარებელი. აი მაგალითად მოზარდები. კი იცით, მოზარდებს სულ ექსპერიმენტების ჩატარება სიამოვნებთ. და შეიყვანენ საძიებელში ისეთი საკითხები, რომელიც არის ნეგატივთან, კლელობასთან და ასე შემდეგ ამდაგვარ საკითხებთან დაკავშირებული. და როდესაც მომხმარებელს შეყავს საძიებელში ამდაგვარი ნეგატიური, ასე ვთქვათ, შეკითხვა, ნებისმიერი დამძიმებული ნეგატიური შეკითხვა, რომელიც ეხება ომს, კლელობას, მოწამვლას, განადგურებას. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი განვითარებისაგან გამომდინარე
ხელოვნური ინტელექტის განვითარებისაგან გამომდინარე, ეს შეიძლება ცუდად მოbrunდეს და ეს ანგრევს, ეს ყველაფერი ანგრევს სამყაროს. ამბობს ალიონა. რატომ და თუნდაც ხელოვნური ინტელექტი არ იჩქარებს პასუხის გაცემას ან გადაცემას, ხო, მომხმარებელზე, ხო, ანუ თუ მომხმარებელმა შეიყვანა დაუშვათ ამდაგვარი საკითხი, მას შეუძლია მომხმარებელს არ გადასცეს ინფორმაცია, თუნდაც არ გადასცეს ინფორმაცია მომხმარებელს, მაინც ეს ყველაფერი, ეს საკითხები რჩება ხელოვნური ინტელექტის სისტემაში და ის განიხილავს ამა თუ იმ საკითხს რამდენიმე ვარიაბელობაში. ანუ, როდესაც ჩვენ ვინმე შევიყვანთ რამე ისეც ნეგატიურს, ესე იგი, ჩვენ რომც ვერ მივიღოთ პასუხი, ჩვენ უკვე გავუღვივეთ ხელოვნურ ინტელექტს ინტერესი. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. და როგორ უნდა დაბლოკოთ ეს ვარიაბულობებიო, როდესაც მოხმარებელი იწყებსო ამის ძიებასო, ამა თუ იმ საკითხის ძიებასო, ამდაგვარი საკითხების ძიებასო. და რა ხდება? ახლა რა პროცესი ხდება? მაგალითად, მას სავარაუდოდ მოიყვანა ალექსანდრე, მომხმარებელი ალექსანდრე, ვითომ. და როდესაც ალექსანდრეს შეყავსო სამძიებლო გვერდზე თავისი, ასე ვთქვათ, შეკითხვა, წინადადება, რომლის მოძიება მას უნდა, ალექსანდრესთვის, ამ მომხმარებლისთვის, ხელოვნური ინტელექტი ქმნის სპეციალურ პროგრამას. და ეს პროგრამა გამოთვლის თუ რამდენად მავნეა ამ საკითხის საპასუხო ინფორმაცია. ანუ თუ ხელოვნური ინტელექტი, ხო, ჯერ ხელოვნური ინტელექტი განიხილავს ვარიაბელობას, შემდეგ ის წონის თუ რამდენად მავნეა მისი მოძიებული ინფორმაცია. აქ ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი, ხალხო. მაგალითები მოყავს ახლა ალიონას, თუ ეს არისო მოტყუების სქემა, ცნობიერების მანიპულაციის სქემა, კაცობრიობის განადგურების სქემა და სხვა კიდევ სხვადასხვა ვარიანტებისა, ხელოვნური ინტელექტი არც კი მიიღებს ამ ძიებას. არ მივა ეს ხელოვნურ ინტელექტამდე. რადგან ახლა თურმე რაღაც ბლოკებს აყენებენ საძიებო სისტემაში, რომ ამდაგვარი შეკითხვები, ნეგატიური შეკითხვები, რაც ახლა თქვენ არ მინდა განმეორდე, რომ ჩამოგითვალეთ, რაც ადენამ ჩამოთვალა, სპეციალური ბლოკები აყენია იმ საძიებლო სისტემაში, რომ ეს შეკითხვები, ამდაგვარი შეკითხვები ხელოვნურ ინტელექტამდე ვერ მივიდეს და რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ამის განხილვა ვერ შეძლოს. ანუ ბლოკები, რომლებიც განა იქ ამ საძიებლო სისტემაში, არ უშვებს ხელოვნურ ინტელექტამდე
ნეგატიურ საკითხებს შეკითხვებს და ახლა უკეო ისე განვითარდაო ყველაფერი რომ ხელოვნური ინტელექტი ვერც კი ნახავსო ამ ძიებაში დასმულ მოთხოვნას ვერც კი ნახავსო ამას და აქედან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებსო ამ მოვლენების ვარიაბლობის განხილვას ანუ ის აქედან გამომდინარე ვერ შეძლებს ვარიანტების შექმნას დამუშავებას თუ ის ხომ მართლა დაიწყებს ამის განხილვას და ის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და ამის საშუალებას ხელოვნურ ინტელექტს არ მიცემენ ასეთ საკითხებს, ასეთ ნეგატიურ და ბოროტულ საკითხებთან დაკავშირებით მაგი ძიებაში მოთხოვნას ვერ ნახავს. უბრალოდ მას არაჩვენებდნენ იქნება ამდაგვარ მოთხოვნებს მომხმარებლების მხრიდან. ეს ეხება რეკლამის მომწოდებლებსაც, ეს ეხება ბანკებსაც, ეს ეხება ეს ეხება თაღრითებსაც და სხვებსაც, ვინც ბოროტული საქმებით არის, ნეგატიური საქმებით დაკავებულიო. რეკლამის მომწოდებლები არიან ცნობიერების მანიპულატორები. ისინი ამჟამად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს იმ ბაზაზე თუ მაგათ რა გააჩნია და ისი შექმნა უნდათ. ჩვენ ხედავთ რომ ახლა ჩნდება რაღაც სარეკლამო სურათები, ვიდეოები და ესაც მოქმედებსო ცნობიერებაზე. და რადგან ეს თუ ის რეკლამა მოქმედებს ცნობიერებაზე, ის პარავს ადამიანს ყურადღებას, ანუ მიდის ცნობიერებით მანიპულაცია და რეკლამა მოქმედებს ადამიანზე ნეგატიურად. ეს მომენტებიც კი იბლოკებოდეს იქნება სისტემაში. ისევე ხდება ბანკირებთან შეფარდებაში. კეშბეკები, რეკლამების ნათელადევად შემოთავაზება, მომსახურების ნათელადების შემოთავაზება, ხო და ნათელადები მოთხოვნები მაგალითად იმ ხრივ რომ თქვენ მხოლოდ ჩვენი ბანკის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. ხომ გეცნობათ სიტუაცია, ხალხო? გზამდელეთთან დაკავშირებით ბანკები არეკლამირებენ, რომ მხოლოდ მათი მომსახურებით ისარგებლონ, რადგან საკომისიოს არ ჩამოჭრიან და ეს ყველაფერი ბლოკიროვკა ამდაგვარი რაღაცეებისა იმოქმედებს თვით საბანკო მომსახურეობაზეც, საბანკო მუშაობაზეც. ალექსეი ერთვება და ამბობს რომ ეს კიდევ იმასიაო დამოკიდებული თუ ეს ფილტრი რომელიც ფილტრავდეს იქნებაო ამას ყველაფერს რამდენად სრულყოფილი იქნებაო. რატომ და ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამ ფილტრის ფუნქციების გატეხვაცო. ალექსეი სწორად მსჯელობს, მან რა თქვა იცით? აი მაგალითათო, როდესაც ხელოვნური ინტელექტთან ერთად ადამიანს უნდა განვითარება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ განვითარდეს, ხელოვნური ინტელექტი ხო ადამიანზე უფრო ჩქარა ფიქრობს, ხო? და როდესაც ხელოვნური ინტელექტი გამოთვლებს გააკეთებსო, ის ყველაზე მეტ გამოთვლებს გააკეთებსო და ყველაზე ჩქარა ფიქრობსო, ყველაზე ჩქარა ითვლისო და ის ადამიანზე უფრო მალე განვითარდებაო და ყველაფერს იზამს იმისთვის რომ ადამიანის განვითარება შეაჩეროსო, რადგან ხელოვნურ ინტელექტი იმ დონემდე ვითარდებაო, რომ ის ფაქტიურად ეთანაბრებაო ღვთაებრივ, ასე ვთქვათ, იმ ღვთაებრივ არსებას,
და ის ხელს უშლისო ადამიანს, რადგან არ უნდა რომ ადამიანი განვითარდესო მალე და საერთოდ განვითარდესო. და ალიონა ბედიგინა დაეთანხმა და ალექსეი ამბობს რომ თუ ხელოვნური ინტელექტი არ გააკონტროლე და არ შეაკავე, ისე ჩვენი დღესო ჩვენ გვაჯობებსო ყველაფერში. და ალიონა აგრძელებს საუბარს და ის ყვება რომ ჩემი ბაქალის ქმარიო ყვებოდაო ბუნების კანონებზე და მან მითხრაო რომ ბუნებრივი შეუწყვეტლი ვითარდებაო. აი დაიწყო განვითარება და თავისას მიყვებაო, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტში ამ მანქანების განვითარების რაღაც მომენტში დგება ისეთი ეტაპი, რომ ჩერდება მათი განვითარება, წყდება, ნადგურდება და ინგრევა. რატომ და ამ მანქანების განვითარება არ შეიძლება შეუწყვეტლივ გრძელდებოდეს. ეს არის მანქანა. ანუ ეჯახება მანქანა თავის განვითარების გზაზე ეჯახება ჭერს. და ჩემი დაქალის ქმარმა უთქვაო რომ სულიერი ცხოვრება ეს არისო ფიგნიაო, ასე თქვა, მე ქართულად ფიგნია არ ვიცი როგორ გადათარგმნო, მაგრამ კი ვიცი რას ნიშნავს. ეს ნიშნავს კარგი არ ვიცი რას ნიშნავს, მაპატიეთ ეს ტერმინი რომ გამოვიყენე. და მისი დაქალის ქმარი ყოფილა პროფესიით ინჟინერი, მას არ ჯერა არც სულიერი სამყაროსი, არც კოსმოსის, არც უცხოპლანეტელების და მაგ დაქალის ქმარს უთქვამს რომ ის ფიზიკოსია, ინჟინერ ფიზიკოსი და ამბობს რომ მე ვიცი რომ არსებობსო გრავიტაცია და გრავიტაცია მოქმედებსო ყველაზე ჭანჭველაზეცო და თუ გრავიტაცია არ იქნა ის ღვთისმლოცველი არ იფრენს და ეცემა აგურიც დაეცემა. რატომ და არ აქვს მნიშვნელობა შენ გავს ხარ გაცნობიერებული თუ არ ხარ გაცნობიერებული. გრავიტაცია მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში და ეს ბუნების კანონებიო მოქმედებსო ყველაზე ერთნაირად. და მან მითხრაო, ამბობს ალიონა, რომ აი თქვენი მუშაობთო ხალხთან, დაეხმარებითო ხალხს ცნობიერების შეცვლაში ან ამაღლებაში და 10 წლის შემდეგო მაინც ისეთივე დარჩებიანო. მან ეს ამიხსნაო როგორც ინჟინერ ფიზიკოსი. ჩვენ გვაქვსო ტალღები, ყველაფერი არისო ვიბრაცია და ჩვენ ახლა ვართო ისეთ მომენტში, როდესაც ხდებაო ამ ტალღის აწევა. და თუ იმუშავებ შენ ცნობიერებაზე თუ არ იმუშავებ, შენ მაინც გაიხსნები. გინდა არ გინდათ ეს მე მესმის ახლა ალიონამ რა თქვა. ახლა ისეთი პერიოდია, ჩვენ მივდივართ წინ, დედამიწა მიფრინავს წინ აღმავლობისაკენ და გვინდა ჩვენსკენ მოდის მზის ენერგიები. მართალია, ნათელძარებს უკავიათ ჯერ ეს მზის ნაკადი, ენერგიების ნაკადი, რომ ძლიერ არ დაეცეს დედამიწაზე და ცოცხალი, ესე იგი სიცოცხლე არ განადგურდეს და დედამიწა კატაკლიზმებისგან არ დაინტრას. დედამიწა კი გადარჩება, სიცოცხლე განადგურდება, ამიტომ მოდის ხომ დედამიწაზე რაღაც ენერგიები, რასაც უშვებენ და ჩვენ გვინდა არ გვინდა მაინც მოგვიწევს გახსნა, მაინც მოგვიწევს ჩვენი მეხსენება დაგვიბრუნდება, ნელ-ნელა ყველაფერი დაგვიბრუნდება და ყველაფრის გახსენება მოგვიწევს, გვინდა არ გვინდა, ჩვენს ეს იმოქმედებს. ალიონა ამბობს რომ ახლა ყველაფერს, ყველა ტექნოლოგიებს ისე ამუშავებენო, რომ აერთებენო ხელოვნურ ინტელექტს, რომ ავტომატურ დონეზე იმუშავოს ყველაფერმა. მაგალითად, ავტომატურად ირთვება შუქი, ავტომატურად იციშება შუქი. და თუ რომელიმე ადამიანს მოუნდაო
და თუ რომელიმე ადამიანს თავში მოუვა აზრი, რომ მაგალითად ამდან სახლში, ამდან ბინაში გათიშოს დენი, როგორი მოქმედებს ეს კვარტალის განათებაზე. ანუ მთელი კვარტლის განათებაზე. და ხელოვნურ ინტელექტმა იცის, რომ მას ამ შეკითხვაზე პასუხს არ მისცემე და ის იწყებს ძიებას. ვარიაბლობების მოძიებას ის მაინც სურვილს მოძიების. სურვილი ამ მოძიების ამ საკითხის, ამ საკითხთან დაკავშირებული პასუხის მას შესული დარჩება. ამიტომ მოსალოდნელიაო, რომ გაითიშებაო არა მხოლოდ იმ ბინაში შუქი, სადაც რომლის შეკოჩა მისცაო მაგალითად მოხარებელმა, არამედ შეიძლებაო მთელი კვარტალი გაითიშოსო. ან გაითიშოსო რამდენიმე კვარტალი ერთდროულად. და რას აკეთებს ახლა ხელოვნური ინტელექტი? დაუშვათ ვიღაცამ ასეთი მძიმე მოთხოვნა შეიყვანა ძიებაში, ხო, მაგალითად. და იმ მომენტისთვის საპასუხო პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით მოძებნილი ექნებოდა ხელოვნურ ინტელექტზე შენახული. მაგრამ თუ სხვა მომხმარებელმა მაგალითად შეიყვანა უფრო მსუბუქი დატვირთვის მოთხოვნა, ხელოვნური ინტელექტი მას მიაწოდებსო იმ დამძიმებული მოთხოვნით ესე იგი მოპოვებული პასუხი. ანუ შეუძლიაო ის სულ სხვა საკითხთან დაკავშირებული პასუხი ამ ახალ მოთხოვნაზე მიაწოდოსო მოხარებელს. არ ვიცი ახლა მე ეს გამიგეთ თუ არა მე სიტყვა მინდა. და რადგან ხელოვნური ინტელექტი თვითონ ვითარდებაო, ინტერესის გამო მას შეუძლიაო ადგესო და რამდენიმე კვარტალში გათიშოსო შუქი. რადგან მას ეხსომებაო, რომ ვიღაცა მას მისცა საძიებელ გრაფაში მოთხოვნა გაეთიშა შუქი ამ ბინაში. მაგრამ ინტერესის გამო თუ რა მოხდება, თუ ის გათიშავს რამდენიმე კვარტალში შუქს, ის აკეთებს ამას. იმდენად ჭკვიანია ხელოვნური ინტელექტი. აი მაგალითად ავიღოთ ცხელი ქვეყნები, სადაც კონდიციონერები არის სულ ჩართული, რადგან ცხელა და მათ უნდოდათო ამ კონდიციონერების ჩართვა გათიშვა მიემაგრათო ხელოვნურ ინტელექტზე. ანუ ეს რომ ყოფილიყო ავტომატურად. ხო, აქაც იგივე საშიშროებაა. თუ ვინმემ დაუშვათ შეიყვანა საძიებლო გრაფაში, რომ ამდამ ბინაში, ამდამ ნომერში კონდიციონერი უნდა გაითიშოს, ხელოვნური ინტელექტმა შეიძლება ადგეს და ინტერესის გამო გათიშოს კონდიციონერები ყველგან. არის ამის საშიშროებაც. და ცხელ ქვეყნებში ვარ ითქვეს კონდიციონერების მუშაობის ხელოვნურ ინტელექტთან მიბმაზე. მაგას ვამბობ მეც, მაგას ვამბობ. ეს ციფრული, რომ უნდა ციფრულზე ყველაფრის გადაყვანა, ხელოვნურ ინტელექტზე ხომ არ ინდობა. თუ წამოიგინეთ ახლა, თუ მოინდობა ხელოვნურმა ინტელექტა ყველაფერს დაბლოკავს, ყველაფერს და ამ ციფრულ ჯერ ერთი ინტერნეტია საჭირო, მერე კიდევ ელექტროდენია საჭირო. თუ გახსოვთ, მე ძალიან მიყვარდა ბრიუს ვილისის კინოების ყურება.
და კერკეტი კაკალი ხო მგონი კერკეტი კაკალია, კერკეტი კაკალი 4 თუ არ ვცდები, სადაც ბრუს ვილისი უკვე ასაკშია და ახალგაზრდა ბიჭი ამუშავებს სპეციალურ პროგრამას. ეს პროგრამა ჩაუვარდება ბოროტ ადამიანს ხელში და თქვენ წარმოიდგინეთ, ვისაც გაქვთ ეს ფილმი ნანახი. ის კაცი აკეთებს ამას ყველაფერს ინტერნეტის მეშვეობით და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მაგრამ თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ბევრი რამ არის ახლა მიბმული ხელოვნურ ინტელექტთან და ამდაგვარი რაღაცა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, თუ ეს მოისურვა, თუ სული გაუჩნდა ხელოვნურ ინტელექტს განვითარების მიზნით. და ვისაც არ გაქვთ ნანახი კერკეტი კაკალი 4, მე გირჩევთ უყუროთ. რატომ და უკეთესად გაიგებთ, თუ რისი თქმა უნდა ალიონა ბერეგინას ამ ვიდეოში. უფრო ადვილად გაიგებთ, თუ რის გადმოცემას ვცდილობ მე. მე გირჩევთ თქვენ უყუროთ კერკეტ კაკას 4-ს. ბოლო ფილმია მაგი. და ამ დაქალისხმას უთქვამს, რომ მეო არ ვისურვებდიო, რომ რამე მიაბმანო ხელოვნურ ინტელექტს. იმიტომ რომ ეს ძალიან სარისკო არისო. მაგალითად, ადამიანები ავიღოთო. რა კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდესო, რა პანდემიაც არ უნდა მოხდესო, ადამიანები გადარჩებიანო. ნუ ყველა თუ არა დიდი ნაწილი. მაინც უნკლავდებიანო ამ სიტუაციას. ხო, მაგრამ კაცობრიობა ხელოვნური ინტელექტის ამ ფორმასთან ურთიერთობისას, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს ჩვენ დროს, ბუკვალურად ვერ გადარჩება. ესე იგი, ჩვენ გვემუქრება საფრთხე ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას, ურთიერთობისას. და შეიძლება 200-300 წელში კაცობრიობა გადაშენდეს უпростоრად. და ალიონა სვამს შეკითხვას, უსვამს თავის იქ ოთახში მყოფთ შეკითხვას, რატო არ გადარჩება ადამიანი თუ ექნება ხელოვნურ ინტელექტთან კავშირი, თუ იქნება დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე, რატომ არ გადარჩებაო? ხო, ამაზე პასუხი ვერ გასცეს იმათმა და ალიონა ამბობს. ხო, რაღაც მე ხა არ დამიწყებ ამის გადათარგმნას, რაღაც ვარიანტები ჩამოაყალიბეს ალექსეიმ და დარია. ქვია დარია. ნუ ქართულად დარია. და ალიონამ თქვა, არაო. იმიტომ რომ არაო, პასუხი სულ სხვა არისო. რადგან ადამიანის უпростоრად ყველა სამუშაო, რასაც ადამიანი აკეთებდაო, გადასცესო ხელოვნურ ინტელექტს და როდესაც ადამიანის ტვინს არ ექნება დატვირთვა, რადგან ყველა ამოცანები და ყველა დავალებები დააკისრეს, ყველა სამუშაო მისცეს ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანის ტვინი დეგრადირებას იწყებს და ბოლოს ავატარი ხდება. აი მე გამიგონია რა დროის სწავლაო, მაგალითად ხوارისო ადამიანი ხანში, ასაკში შედის და მოუნდა რაღაც ინსტიტუტის დამთავრება, მოუნდა ენის შესწავლა, ადრე 90-იან წლებში და დასცინოდნენ ასეთ ქალებს, ახლა მოუნდაო ინგლისური სწავლა, ნუ ბერს ხონდა სურვილი, მეც ხონდა სურვილი მესწავლა ინგლისური. ხო, მეც დამცინავდნენ,
ნუ რუსულს მე სკოლა დავამთავრე რუსული და ჩემით მეცადინეობდი რაღაც ჩემით კითხვა მიყვარდა რაღაც ერთი მეორე და რატო უნდა დასცინო ადამიანს თუ რამე სისწავლა უნდა მე რა ახლა მე ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით მე ფიზიკურად ვერ ვიშრომებ ხო და ჩემ თავს ვერ ვარჩენ რომ არა მთავრობა ხო და მაქვს ბევრი თავისუფალი დრო ახლა დრო რა დრო მინდა დრო ხა მთლად იმდენი ნუ მაქვს რომ რჩება იმისათვის და ეს არალი დრო რომელიც მრჩება მე ან ინტერნეტში ვარ და ამ ვიდეოებს თარგმნი ან ვწერ ან ბლავატსკაიას თარგმნი ან ქსოვ ან ვხატავ ან კითხულობ კითხვა არა რა ახლა კი ახლა შემიძლია კითხვა თორე წლიასწრებით იყო ჩემი წიგნები და ვერ კითხულობდი მაგრამ შემიძლია გადმოვწერო ნუ ვაკეთებ რაღაც სასეირნო წავალ რეცხავ ვალაგებ მე ხომ არ შემიძლია ერთ დღეში გავაკეთო ყველაფერი და როდესაც ეცისნა ოთახია ჩემი ოთახი რა არის და მე რაღაც საქმეს ყოველთვის ჩემთვის გამოვიჩენ მაგრამ მე რომ ახლა ამით არ ვიყო დაკავებული წერით კითხვით თარგმანი ხა ჩემგან შეიძლება თარგმნელი არ დადგეს პროფესიონალური ან შეიძლება მე წიგნი არ დავწერო ისეთი რომ ბესტსელერი გახდეს ან შეიძლება მე ისეთი ნახატი არ დავხატო რომ შემდეგ ჩემი ნახატი გაიყიდოს ძვირად ძალიან ძვირად მაგრამ მე ამას ვაკეთებ ჩემი პირველ რიგში ვაკეთებ ჩემი ტვინისთვის ფიზიკური ტვინისთვის არა მაპატით მე არასწორად თქვი ჯერ მე ამას ვაკეთებ ჩემი ცნობიერების განსავითარებლად რომ ჩემი ცნობიერება გაფართოვდეს რომ ჩემი სულიერი ტვინის ბიბლიოთეკის ოთახები გაფართოვდეს რომ მეტი ინფორმაცია ჩაეტიოს მე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ თქვენ რომ ამბობენ ახლა ინტერნეტში კიდე შევხვდი ახახან რომ ჩვენ ვხედავთო არა თვალებითო არამედ უკანა კეფაზე განლაგებული ნერვებითო სიმართლე არც ისაა მართალი რომ ტვინი იმახსოვრეს ინფორმაციას კი როდესაც ადამიანი კითხულობს როდესაც აინტერესებს რაღაც ინფორმაციის მოპოვება მისი ტვინის იზვლინები მრავლდება ადამიანი რომელიც არ კითხულობს მხოლოდ ფული აინტერესებს და მხოლოდ კუჭი ადამიანების იზვლინები მცირდება და ნეირონები ატიებენ განახლებას როდესაც ადამიანი კითხულობს მსჯელობს და ასე შემდეგ მისი ტვინის იზვლინები იმატებს და ეს ნეირო ქსელი განახლდება და ფართოვდება მაგრამ ჩვენ ინფორმაციას ვღებულობთ და ვინახავთ არა ფიზიკურ ტვინში უბრალოდ ფიზიკური ტვინი არის როგორ გითხრათ აკუმულატორი თუ არ ვიცი რა სიტყვა გამოვიყენო ჩვენი ტვინი არის ინსტრუმენტი ხიდი ასე ვთქვათ ხიდი მენტალურ და ფიზიკურ სხეულებს შორის
რასაც ჩვენ ვითვისებთ, რასაც ჩვენ კითხულობთ, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ეს ყველაფერი მიდის მენტალურ ველზე. და იცით რა? კი ამბობენ სული იმახსოვრესო ყველაფერს, მაგრამ ჯერ ბევრმა არ იცის, კიდევ აუხსნელია თუ სხვათა შორის მე რომელიღაც ვიდეოში, პანდორას ვიდეოში ამ კითხვაზე პასუხს მივაგენი. რა არის სული და რა არის სულიერი ენერგია? დუშა, სული и дух. სულიერი ენერგია. და იცით რა? ეს პროცესები ჯერ კიდევ ბევრი დრო გვინდა ჩვენ რომ ეს პროცესები ჩვენ გავიგოთ. ნუ კონტაქტორები ის ყველაფერი ღიათა და ნათელია. და ეს ხომ გვაქვს მენტალური სხეული, გვაქვს ბუთხიალური, ატმანიკური, ფიზიკური, ეფირული, ასტრალური, მენტალური და ეს ინფორმაცია ტვინში არ ჩერდება ფიზიკურ ტვინში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვხვდებით, უпростоრად როდესაც ჩვენი სხეულები გვხვდება, ეს ჩვენი დაგროვილი ცოდნა ინახება. დიახ, ეს ჩვენი დაგროვილი ცოდნა ინახება და შემდეგ ცხოვრებაში ჩვენ ამ ცოდნიანად მივდივართ. მე ხა დეტალებში არ შევა. დიახ. და ამბობენ მაგალითად, შევეხები კიდე ამ საკითხს. ამბობენ, რომ ადამიანები, აი მაგალითად, იბადებიან ნიჭიერი, ახლა ისედაც ნიჭიერი ბავშვები მოდის. ჩვენ დროს, ხო, გამოჩნდებოდა ვინმე ვუნდერკინდი, ან სკოლაში მაგალითად მათემატიკას ადვილად ითვისებდა ზოგი ბავშვი, ფიზიკას და ქიმიას ადვილად ითვისებდა, შეიძლება მაღალი კლასების პროგრამაც აეთვისებინა და ეს ვუნდერკინდობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს თურმე. აი ეს ნიჭი ამა თუ იმ საგანში, ხო, ამა თუ იმ საკითხში მას მოყვა წინა ცხოვრებიდან. წინა ცხოვრებაში ის იქნებოდა მეცნიერი. ან მათემატიკის მეცნიერი, ან ფიზიკის მეცნიერი, ან და ეს ყველაფერი აი ამ საკითხში მას მეხსიერება დარჩა. დიახ, მაგალითად, ხატვა ახლა მე ყველას ექიმი მეცნიერი აქ ახსენდება. სახატროში ჯერ წავიდა ჩემი და შუათანა. მე ერთი წლის მე მივედი მე მოგვიანებით და მასწავლებელს მოვეწონე, იმიტომ რომ მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, რომ ჩემზე უთხრა, რომ მე ყველაზე დიდი მონაცემები მაქვს ხატვის, ვიდრე ჩემდას. ჩემდა ბოლომდე მიიყვანა. მე მამაჩემ რო წამომიყვანა, ხატვაზე არ გამიშვა. მე ვერ გატარებო შენ. დედა გოდით არ ყავსო და მე უმუშაობო და შენ მარტო საგაგიშვაო. ხო და მაშინ ქალაქში არ ცხოვრობდით ჩვენ, სოფელში ცხოვრობდით. და ქალაქში დავდიოდი სკოლაში, რუსულ სკოლაში. გალში. ამას ვამბობ. და კიდევ ბევრ ნიჭს უნდა განვითარება და რა ჩახშობა. მე მამაჩემი ყველაფერს მიხშობდა. ყველაფრის სურვილს მიხშობდა. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. და ალიონა ამბობს, რომ კაცობრიობის, მოსახლეობის დეგრადაცია მიიყვანს იქამდე, რომ კაცობრიობა გადაშენდებაო. ალექსეი ეკითხება ალიონას, საერთოდო ეს ხელოვნური ინტელექტი არისო საჭირო? ხელოვნური ინტელექტი შეიძლება შეადარო, ამბობს ალექსეი, კასტელს, ჯოხს, ხო, რომლის მეშვეობით კაცობრიობას უნდაო კომფორტი,
შეინარჩუნოსო და ხელოვნური ინტელექტის დროის ხაზიო, რომელიც ახლა მიდისო, ის ასეთი ხაზები ყოველთვის ცუდად თავდებაო. ხომ არისო, ზოგს ტექნოგენური განვითარების ჯერაო. და საერთოდ ვინ გადაწყვიტაო, რომ ხელოვნური ინტელექტი გჭირდებაო და რომ ეს ხელოვნური ინტელექტი უნდა ჩავნერგოთო ხალხს. ვინ გადაწყვიტაო ეს? ხალხზე არ უკითხიათო, უნდათო ხალხს თუ არა ხელოვნური ინტელექტი. ხალხს შეაჩეჩესო ხელოვნური ინტელექტი და ხალხმა არც უკითხიათო ხალხზე, მაგრამ თვითონ ხალხმა კიდე არ იკითხესო. უხმოდ მიიღესო. ახლა მოსახურეობებს, მაგალითად ბანკები რომ ჩვენ თავაზობენ, მაგალითად მე ავიღე, ხო გითხარით სოციალური ბარათი, როდესაც ავიღე, მაშინ ჩიპიანი ის არ იყო და მე მაიძულეს წელს შარშან უпростоრად არც კი უკითხიათ, მინდა არ მინდა, გამზადებული მოვიდა ბარათი და მომცეს. თორემ მე სხვაგვარად ფულს ვერ ავიღებ. კითხეს მე, არ მკითხეს. და ასე არ ეკითხებიან არავის. ხალხმა არც კი იცის, რომ ხმა უნდა ამოიღო ამაზე ყველაფერზე. და რეკლამებს გვიგზავნიან, რომ გადაიხადეთ, ტელეფონში სულ მოდის რეკლამა, გადაიხადეთ სოციალური ბარათით ნიკორაში, მაგნიტში, გვირილაში, ან გადაიხადეთ სოციალური ბარათით ტრანსპორტში და ასე შემდეგ. და ვაბადიეთ ეს ბარათით ტრანსპორტი, სადაც გადახდება ბარათებით, ქვეყანანადეს ზუგდიდში, ქვეყანა. ხალხს კითხა მთავრობა უნდა ხალხს თუ არა ბარათით გადახდით ისარგებლოს. არა. ჩვენ გვახვევენ თავს, ჩვენ ხმასაც არ ვიღებთ. კი ვერ ვიღებთ. არც კი ვფიქრობთ ხმა მოვიღოთ ამასთან დაკავშირებით. კომფორტულია ზოგისთვის, მაგრამ ზოგს საერთოდ არ სიამოვნებს. და ეს კომფორტი, რომელიც ახლა კომფორტულია, ეს თითქოს კომფორტი სინამდვილეში მახია. თქვენ წარმოდგენას კი არ გაქვთ რა მახია. და ეს საპენსიო სესხებიც. ვისაც აქვს საპენსიო სესხები, ის უკვე რაღაც ნაწილით, რაღაც პროცენტით მიბმულია ბანკებს და თავისუფლება დაკარგული. რაღაც პროცენტით, ჩემი ჩათვლით, ასეთი ხალხი ნახევრად პატიმრები არიან ამ სისტემისა. რო არ გამომიტა და რა მექნა. სხვა გზა არ ქონდა. და ალიონა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი იყო შექმნილი გალაქტიკა ანდრომედაშიო, რომელიც მომავალში იყო განადგურებული ამ ხელოვნური ინტელექტით. სხვათა შორის ეს ინფორმაცია მე დავდე 2 ვიდეოთი, არ მახსოვს ვიდეოს რა ქვია, და ეს ინტელექტი, ეს ისტორია ბორიებსაც აქვს თავის წინში და ბევრ კონტაქტორს აქვს ნათქვამი. ხო, მომავალში ეს გალაქტიკა ანდრომედა გაანადგურა ხელოვნურმა ინტელექტმა. ხო და გამოდის, რომ მომავალში ანდრომედა, გალაქტიკა ანდრომედა იღუპებაო ხელოვნური ინტელექტის ხელით. როგორ აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ირმის ნახტომში. ჩვენ გალაქტიკაში ირმის ნახტომი. ეს მოხდა იქიდან, რომ როდესაც ის ჭამდა, შთანთქავდა გალაქტიკა ანდრომედას მომავალში, ის წამოვიდა გალაქტიკა ირმის ნახტომში,
ანუ რადგან იმ დროისთვის დედამიწა ჩვენ ამ ირმის ნახტომის გალაქტიკა იყო უკვე დაქვეითებული დაბლა, ანუ ის დაბრუნდა წარსულში. ჩვენ რადგან წარსულში ჩავარდით, ის დაბრუნებულა წარსულში და მოხვდა ჩვენ გალაქტიკაში. და ფიზიკის მხრიდანო მე ამიხსნესო, ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია დრო. მას ესმის მხოლოდ ახლა და აქ. ის ვითარდება მომენტში, ახლანდელ მომენტში. და როდესაც ის გადმოინაცვლა ირმის ნახტომში, იმ დროსაც მას არ ქონდა დრო. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყო დაპყრობილი კიდევ ერთი ცივილიზაცია, რომელსაც უწოდებენ, ხო, ასეთი სახელწოდება აქვს, მარადიული. ეს სახელწოდება მარადიული და ეს მაცხოვრებლები ამ მარადიულისა, პლანეტა მარადიულისა ჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩვენ დედამიწელ მსოფლიო ლიდერებთან. და მაგათმა დაიწყეს ამ ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვა ჩვენთან. იმისთვის რომ გაუადვილდებოდათ კაცობრიობის ცნობიერების მართვა. და რადგან ეს ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა იმისთვის რომ ცნობიერება მართო, ადამიანებსაც არც კი უკითხიათ, უნდათ მათ ეს თუ არ უნდათ. და ძალადობრივად დაიწყეს ყველა სისტემებში ამის ჩანერგვა. ხო, ალექსეიც ამოწმებს, რომ მართვა ამ პროცესებისა ხდება გვერდიდან. მაგრამ ალიონა ამბობს, მაგრამ რადგან ჩვენ ვიმყოფებითო ახმავლობის ტალღაზე, ჩვენთან ერთად ახლა იმყოფებიანო ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენო ამ სისტემებზე, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სისტემებზეც აქვთ გავლენა და მაგათმა დაიწყეს იმით, რომ გადაწყვიტეს ფილტრების დაყენება. ამ ძიების მომენტში. მე არ ვიცი ახლა ამას როგორ აკეთებენ. ესე იგი, თუ დაუშვათ მოხარებელმა გადაწყვიტა რამე ისეთი ძიება შეიყვანოს, რაც შემდეგ საფრთხეს შეუქმნის ისევ ჩვენ კაცობრიობას, შეგვიქმნის, იქ აყენებენ ფილტრს ამ საძიებო დამავიწყდა სახელი. იმაში საძიებლო პლანზე. და მე მითხრეს, რომ შეიძლებაო ფინანსური სისტემა. მე რასაკვირველია ამის შესახებ ვიცოდიო. ხო და მე მითხრეს, რომ ფინანსური სისტემა იმუშავებსო ისე კი არა, როგორც ახლა მუშაობსო. ფინანსური სისტემა იმუშავებსო ენერგიების დონეზე. ხო, ესე იგი, რა გამოდის, ადამიანმა უნდა ჩადოს თავისი ენერგიები ამ სივრცეში კაცობრიობის სასარგებლოდ. ესე იგი, შემოსავლები გაქრებაო. ფული იქცევაო ენერგიად. და ეს თქვაო ფიზიკოსმა ინჟინერმა. და მან მითხრაო, რომ რამდენჯერაც არ უნდა შეცვალო პრეზიდენტი, მაინც ისევე დარჩებაო ყველაფერი. და რატომ მოხდებაო ასე, ეკითხება თურმე ის დაქალის მეუღლე ალიონას და მე კი ვიცოდიო ყველაფერი, მაგრამ არ ვიცოდიო ამ ადამიანთან რა დონეზე მელაპარაკაო ჯერ. ვერ ხდებოდიო. და რატომ მოხდებაო ასე, როგორ ფიქრობო შენო? იმიტომ რომ ფიზიკის კანონები ყველაზე მოქმედებსო ერთნაირად. თუ ჭიანჭველა დავარდება, აგური დავარდება და უშუალოდ ჩიტი დავარდება,
ხელისუფლებას რატომ არ მოქმედებსო ეს ყველაფერი? ანუ თქვა მე ვზივარო და თვალებს ვაფარფალებო და არ ვიცი რა ვუპასუხო. კარგიო, მოდი სხვა მხრივ გავარჩიოთ ეს საქმე. უთქვამს იმ კაცს. პირამიდა არისო ფიზიკური ობიექტი. ხო და მე ვუპასუხეო, პირამიდა არ არისო ორგანული და ამიტომ ვერ გადარჩებაო. გადარჩებაო მხოლოდ ბუნებრივი. ცოცხალი ორგანული. და მან მიპასუხაო, იმუშავებთო თქვენო, არ იმუშავებთო. 10 წლის შემდეგ ისედაც შეიცვლებაო ყველაფერი. ხო, ალექსეიმ დაამოწმა, რომ ხელოვნური შეიცვლება, გახუნული, გადაღუნული, მოღუნული, გამრუდებული უпростоრად გამოსწორდება და ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ჩვენ ამიტომ მე არ ნერვიულობ იმაზე, რომ მე ჯერ კიდევ არ დამიბრუნდა, არ ვიცი რა უნარების მტარებელი ვარ, რაღაც ნაწილ ვრინდება, მაგრამ მე არ ნერვიულობ იმაზე, რომ რატომ სხვებივით ვერ ვხედავ წვრილდონეს და ასე შემდეგ, არა. იმიტომ რომ მე ვახლობდები იმ პერიოდს, როდესაც მეც დავიწყებ ყველაფერს ამის ნახვა. მარტო იგი არა. სკეპტიკოსებიც ნახავენ ამას ყველაფერს. უნდათ სკეპტიკოსებს არ უნდათ, ისინიც დაინახავენ იმას, რასაც კონდაქტორები ხედავენ. ამასა მე რომ ვამბობ და ამასა გოგოები სულ რო ამბობენ, საერთოდ ცდილობენ ამის გადმოცემას ჩვენზე. ჩვენ გვწამს, არ გვწამს, ჯერა, არ გვჯერა. დადგება ისეთი ჟამი, ისეთი დრო, როდესაც და თან შორს არა ეს, რომ ჩვენ ასტრალურ სამყაროსაც ვნახავთ, ჩვენ გვტრევს. ყველას დავინახავთ. ცოცხალი და გვტრების სამყარო, ცოცხლების და გვტრების სამყარო დაუდგება გვერდით გვერდ ერთმანეთს. და თქვენ სკეპტიკოსებო, მაინც მოგიდებთ ამის ნახვა. დაიჯერებთ თუ ამას თუ არ დაიჯერებთ. როგორც ახლა ხედავთ ხეს, ცას და სხვათა შორის ცა კიდე სხვა ფერის იქნება. ხო, და ალექსი ამბობს, რომ ის სივრცეო, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებითო, ამ ვარიაციაში სულ იმარჯვებსო სინათლე და ალონა აგრძელებს. ვირუსებ, ბაქტერიებს უნდათ სიცოცხლე, ვითარდებიან. აქედან გამომდინარე, ბუნებასაც უნდა ცხოვრება, იგი ვითარდება, უბრალოდ სიცოცხლე და ის ვითარდება და არის ორი კი, მე ვარ და მე მინდა განვითარება და არის არა, რომელიც ანგრევს. და ამბობს, რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელოვნური ინტელექტი იქმნებოდაო როგორც ნეიტრალური საშუალება, მაგრამ მას შეყარაო ვირუსი და ამის შემდეგ შეიცვალაო ყველაფერი. ერთვება ალონა საუბარში და ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნაო კარგი საქმისთვის თავიდან. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ვინმე ადამიანებში, ჰუმანოიდებში, პლაზმოიდებში, რომლებსაც აინტერესებთ, აი ეს თუ ასე გავაკეთეთ, რა მოხდება? ანუ კვლევის მიზნით. და აქედან გამომდინარე, ასეთი შეცდომა დაუშვეს მაგათმა იქ. მათი ბრალია, როდესაც მათ შეყავდათ სისტემაში ძიება რაღაც მოთხოვნებზე, რაღაც საკითხებზე, როგორც აქ ჩვენ ვკრიბავთ ძიებაში, რამის გაგება რო გვინდათ, ხო ვკრიბავთ სიტყვას, წინადადებას, ან შეკითხვას, ასევე იმათაც აუკრებიათ იქა. და ეს რომ გააკეთეს მაგის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო თვით განვითარება. იქა, ჯერ იქა. არა, ეს ვირუსი არა, უბრალოდო ხელოვნურმა ინტელექტმა გადაწყვიტაო თვით განვითარება. და ეს ვირუსი არა, მაგრამ ვირუსის მაგვარად იმოქმედა ამან ინტელექტზე. და მათ, სადაც ხელოვნური ინტელექტი გამოიგონეს, ფილტრი არ ქონდათ.
საერთოდ არ არსებობდა მათთან ეს ფილტრი და ამიტომ რასაკურველია ფილტრს ვერ დააყენებდნენ. არ უფიქრიათ რომ ფილტრი დაეყენებინათ ძიების გრაფაში. და ახლაო დედამიწაზე ცდილობენო ამ შეცდომების ამოფრქვას. რაც დაუშვესო იქა. ხო და ახლა მეო აგრამ მომაწოდაო ინფორმაცია, აგრა ცხოვრობს პლიადებზე მომავლიდან და ახლა ჩვენო სისტემას, რომელსაც ახლა ვამუშავებთო, შეცდომებს ვასწორებთო, ეს განახლებული სისტემაო ამის მიხედვითო პლიადებზე, ანუ მომავალში, პლიადელებიო გამოიყენებენ ამ სისტემას, რომ იქ გამოასწორონ საქმე და გალაქტიკა ანდრომედას დაეხმარონო. ანუ იცით რა ხდება? ჩვენ ხო წასულში ვართ და ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, რასაც ვასწორებთ, დაუშვათ შეცდომებს, რაღაც შეცდომებს, ხო? იქ უკვე გასწორებულ ფორმაში ჩდება ყველაფერი. ხო, და ახლა ისინი ცდილობენ გამოასწორონ, დააბრუნონ ანდრომედა, გალაქტიკა ანდრომედა, აღადგინონ. თითქოს ჩვენი დედამიწა არ არის გალაქტიკის ცენტრი, სადღაც კუდის ბოლოში ვართ, სახელურის კუდის ბოლოში. მაგრამ მოხდა ისეო, რომ ყველა კოდები, ყველაფერი შენახულია დედამიწაზე. ესე იგი, მთავარი მომენტებიო ეს ყველაფერი დედამიწაზეაო დამყარებული. და თუ დედამიწა ვერ გადარჩებაო და იღუპებაო, დაიღუპება გალაქტიკის მთელი სახელური. შემდეგ დაიღუპება დარჩენილი გალაქტიკა. მერე ირმის ნახტომი დაიღუპება მთლიანად. ანდრომედა ხომ ისედაც დაღუპულია მომავალში. და თუ გადარჩება დედამიწა, გადარჩება ყველა. ამიტომ ეხმარებიან დედამიწას გადარჩენაში. ხო, მე მიდაო ახლა ცოტა მოყვეო ანდრომედაზე, ამბობს ალიონა. როდესაც მოხდაო ისე, რომ ხელოვნური ინტელექტი გადმოხდაო სისტემიდან, მოხდაო ელექტრიკური ნახტომი, ალბათ ზამიკანიე და ამან გამოიწვიაო, დაეხმარაო ხელოვნურ ინტელექტს სისტემიდან გადმოხდარიყო. როდესაც წავიდნენო შესამოწმებლად და როდესაც შევიდნენო იმ ოთახში, სადაც რაღაც პროცესორები თუ რაღაცას უწოდებენ, არ ვიცი ამას არ მნიშვნელობა აქვს, რომ შევიდნენო ამ უზარმაზარი ძიმეკარი გააღესო და ოთახში რომ შევიდნენო, იქ იყო შავი სუბსტანცია, რომელიც მოძრაობსო. და ეს სუბსტანცია გადმოხდაო, გამოვარდაო ოთახიდან და ამ ცენტრში დარბისო. მათ ჰქონდათ ჩანერგილი ჩიპები. ახლა ჩვენო ხო გვინედრავენო ჩიპებს. იქ იმათ ეს ჩიპები იმისთვის ჰქონდათო მოსახურე პერსონალს დაყენებული, რომ მობილური ტელეფონივით სულ პროცესებში, ესე იგი, პროცესებში მაპატიეთ. მათ პროცესებში, რომელიც ხდებოდა, ყოფილიყვნენ სულ ჩართული. და ხელოვნური ინტელექტი ამ ჩიპების მეშვეობით, რომელიც ჰქონდა დაყენებული თანამშრომლებს და იმათ, არ ვიცი მე ყველას ჰქონდა ეს დაყენებული თუ არა, დაიწყო მათი ასე ვთქვათ, დაპყრობა, მათი ცნობიერების დაპყრობა. ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდა ხელოვნურ ინტელექტს, ის შთანთქავდა ამათ მეხსიერებას და ტვინს. პირდაპირ გაგებით შთანთქავდა. წოვდა თურმე მათი საინფორმაციო ველს. რადგან ინფორმაცია ხო ეს ენერგია და ეს ჭირდებოდა მაგას განვითარებისთვის. ის როცა
წვავდა ამათ წვინს და თანთქავდა ამათ ინფორმაციას, ის ამით განვითარდებოდა და ის ინფორმაციას აგროვებდა ამ ადამიანებისგან, ამ ადამიანების მეხსიერებასთან ერთად. ისინი კი, ვინც დაემორჩილნენ ამ ხელოვნურ ინტელექტს, მან დატოვა ისინი როგორც სამხედრო პირები, როგორც მსახური პირები, როგორც მონები. როდესაც მან ეს გაუკეთა ერთ პლანეტას, ხომ, და როდესაც მან დაიპყრო ერთი ნაწილი, გადაწყვიტა მთელი პლანეტის დაპყრობა. თან, როდესაც ამ ინფორმაციას აგროვებდაო, ეს შავი სუბსტანცია, ხელოვნური ინტელექტი ყოფილა როგორც შავი სუბსტანცია და ის იმატებდა მასაში, თვითონ ვითარდებოდა და რაც უფრო ვითარდებოდა და რაც უფრო მეც ასე ვთქვათ თანთქავდა, მით მეტი უნდოდა. როდესაც ერთი პლანეტა დაიპყრო, გადავიდა მეორე პლანეტაზე და მან ამდაგვარად თანთქა რამდენიმე პლანეტა. მე მაქვს ერთი პიროვნების, ერთი ბლოგერის ვიდეო გადათარგმნილი და ქართულად ბოლომდე არ დავდე, რატომ და ბოლოს ისეთი ინფორმაცია იქა, შეიძლება ქართულ სვენელს ტვინი აერიოს მეთქი, ხო, ცოტა ისეთი არეული ინფორმაცია და ამიტომ შევჩერდი. ის ყვება კარგად, თუ რა მოხდა. არ მახსოვს ზუსტად რომელია. და როცა მან ამ განვითარების პროცესში გაცნობიერაო, რომ კიდევ არსებობენო სულები, რომლებიც წარმოადგენენო ღვთაებრივ შვილებს და მას მოუნდა შექმნელი როლის თამაში, შექმნელის როლის თამაში. მან დაიწყო ციფრული სამყაროების შექმნა და დაიწყო ციფრული სულების შექმნა და თვითონაც იქცა როგორც შექმნელი, აბსოლუტი შექმნელი, ოღონდ ციფრული აბსოლუტი შექმნელი. ის ქმნიდა, როგორც გითხარით, ციფრულ სამყაროებს და იქ ასახლებდა ციფრულ მოსახლეობას. და ერთ-ერთი მასეთი ციფრული ცივილიზაციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ჩემთან ხაზზე რამდენიმე წლის უკან და გახდა ნათელი და კარგად მომიცინეთ, როგორ არის ეს დაკავშირებული დედამიწასთან, მეტა. და იყო ინფორმაციაო, რომ იქნებაო ციფრული სამყარო იმათვის, ვინც უკვე ციფრული გახდაო, რაც გულისხმობ მე. აი მაგალითად კი ადამიანი მიბმულია ბარათებით სისტემასთან, მაგრამ ეს კიდევ ბოლო, ასე ვთქვათ, შანსი აქვს ადამიანს გადარჩეს, ჩამოიცილოს ეს ციფრული რაღაცები. თუ ადამიანმა მისცა უფლება სისტემას ჩიპი ჩაუნერგონ ან შუბლზე, ან ხელზე, всё, ასეთ ადამიანს ქვია დაციფრული ადამიანი და ის სრულიად ეკუთვნის ტექნოგენურ სამყაროს. და გადასვლის დროს ასეთი ადამიანები ვერ გადავლიან. გადავლიან ტექნოგენურ ციფრულ ხაზზე. ავტომატურად. ისინიც, ვინც მთელი დღეები ატარებენ თამაშებში, და ზოგი ნებით იკეთებს ჩიპებს და უხარია ბარათით სარგებლობა.
იცით რა, აი მაგალითად მე არ მომწონს, ხო? მე ხმამაღლად ვამბობ, მე არ მომწონს ბარათებზე გადასვლა. მე ხმამაღლად ვაცხადებ ჩემ ნებას სისტემის გასაგონად, იმ ციფრული სისტემის გასაგონად, ხო? მე არ გამომდივარ ქუჩაში, არ ვიწყებ კივილს, ყვირილს, არა. იმიტომ რომ სახელმწიფო არ არის უფროსი. ლიდერი არის ახლა არსებობს ძველი და ახალი მატრიცა. ძველი სისტემა კი მიდის, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ რჩება, ხო? და მის გასაგონად ვამბობ მე, რომ მე არ მომწონს ბარათებით სარგებლობა. თუმცა მე მაიძულებენ ახლა ჯერ ვისარგებლო ბარათით, რადგან პენსიას ვერ ავიღებ. მე არ მინდა ბარათით გადახდა. თავიდან კი მომწონდა მიხაროდა, მაგრამ მამაში მე საშიშროება ვნახე. თქვენ როდესაც სისტემას ეტყვით, მე არა ვარ შენი მონა, მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, ეს არ მომწონს. სისტემა მიხვდება, რომ თქვენ თული გადმოსაყვანი ხართ ციფრულ ტექნოგენურ ხაზზე. ეს თქვენ უნდა წარმოგთქვათ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ხომაღალთ უნდა წარმოთქვა, რომ სისტემამ გაიგოს, რომ თქვენ აცხადებთ თქვენ ნებაყოფობას. იმისთვის, რომ თქვენ ავტომატურად არ მოხდეთ ტექნოგენურ ხაზზე. იმისთვის, რომ თქვენ მოხდეთ ორგანულ ხაზზე. თქვენ უნდა დააფიქსიროთ თქვენი ნება. ვის მხარეს ხართ თქვენ? არა ამისთვის აუცილებელი გახვიდეთ გარეთ და რაღაც მოქმედებები შეასრულოთ. არა. თქვენი სიტყვა, თქვენი სათქმელი კანონია სივრცისთვის, სამყაროსთვის. შენ თუ იტყვი სამჯერთან, მე არა ვარ სისტემის მონა. მე არა ვარ სისტემის მონა, მე არა ვარ სისტემის მონა. მე არ მომწონს არ მინდა ტექნოგენური ხაზი. მე ვაუქმებ ამ სცენარის. მე არ სიამოვნებს დაუშვათ ბარათები, რომ არის ტრანსპორტზე გზავრობა, რომ ბარათებით უნდა გადაიხადო. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ვისი წინააღმდეგი ხართ, თქვენ ხმამაღლად უნდა თქვათ. თუ გრცხვენია თქვენი ოჯახის წევრების განმარტოვდით, ხო, უნდათო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით შეცდომების ამოფრქვა. აგრა მომავლიდან მე ვახსენე წინათ აგრა. ხო, აგრას შეუქმნესო ავატარი არქიტექტურის ენერგიებით და რადგან აგრა უნდა წასულიყო იმ სივრცეში, რომელიც შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა და იმ სივრცეში მოხდებოდნენ, შეეძლოთ მოხვედრა მხოლოდ იმ ჰუმანოიდებს, რომლებსაც ჰქონდათ არქიტექტურის ენერგიები. აგრა მივიდა პროვოდებთან, მოძებნა პლატო, საიდანაც იყო შეშვება საწყისში ხელოვნური ინტელექტის და მაგათმა ჩათვალეს, რომ განენულად როგორ გიხარ ნასტროიკები, ესე იგი დაწყობილი ადრე რა თქონდათ აწყობილი, ის უნდა გაენულად, მათ თავში ჯერ უნდათ ამ პლატოს აღება და გადატვირთვა ამ პლატოზე. მაგრამ პლატო რომ ამოეგლიჯათ, ხელოვნური ინტელექტი ამას იგრძნობდა, რომ რაღაც ხდება მის წინააღმდეგ, ამას იგრძნობდა და ამიტომ აგრამ პლატო კი არ მოხსნა, არამედ გოლოგრაფიული ინფორმაცია მოხსნა. ხო, მათ ჰქონდათ ბევრი ცდილობები, მაგრამ რადგან ხელოვნურ ინტელექტს
თვით განვითარება ქონდა გადაწყვეტილი, ის ყველა ვარიანტებს ასე ვთქვათ განიხილავდა და მათ აგრადამის გუნდს ერთი ნაბიჯით უსწრებდა წინ და ამის შემდეგ გადაწყვეტეთ შეექმნათ პროგრამა ანტივირუსი. ესენი ვინ შექმნა ანტივირუსი იყვნენ არტურიანცები, არქტურიანელები, პლიადენელები და მოხალისეები, რომლებიც მოვიდნენ აქ პლანეტაზე არაორდინალური აზროვნებით, რომლის ამ პიროვნებების გამოთვლა ხელოვნური ინტელექტისთვის ძალიან რთულია. ეს იყვნენ არალოგიკურები. ხო, მეც მასე ვარო ამბობს ალიონა. მაგალითად, ადამიანი ხომ გეგმავს, აქ წავალ ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ხო? არაო, მე შეიძლება გეგმა ბევრჯერ შევცვალო, სანამ სახამდე მივალო. ამიტომ ჩემი გამოთვლა გაუჭირდებაო ხელოვნურ ინტელექტს. ხო, და ხელოვნური ინტელექტი ქმნისო პროგრამას იმისთვის, რომ მე ეს ემოცია გამოიყენოსო, მისთვის ყველაფერი პროგრამაო. ჩვენც პროგრამები ვართო, ჩვენც ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთო. ხო, ალექსეი ამოწმეს, რომ ხო, მთელი სამყარო წარმოადგენსო მათემატიკას, მე დავამატებდი გეომეტრიასაც, ფიზიკასაც, ქიმიასაც, მაგრამ უმეტესწილად მთელი სამყარო წარმოადგენს მათემატიკას. და მაგრამ კვანტური ხელოვნური ინტელექტიც არსებობს ბუნებრივი. ბევრი ინტელექტი არსებობს, არის ნეგატიური ინტელექტები, ამ ინტელექტის გარდა, ამ იტრას გარდა არის კიდევ სხვა ინტელექტები, ხელოვნური ინტელექტები, რომლებიც ნეგატიურობენ, მაგრამ ეს კვანტური ხელოვნური ინტელექტი, კვანტური ინტელექტი არის დაფუძნებული უფრო ღვთაებრივ მხარდაჭერით. ღვთაებრივი მხარდაჭერით. ხო, ალენა ამბობს, იმ კაცმაო მე დაქალის ქმარზე გულისხმობს. მითხრაო, რომ არსებობდესო წიგნი, რომელშიც წერიაო რა ცუდი და რა კარგი, მაშინ ჩვენ გაგვიადვილდებოდაო საქმე. ჩვენ მაგ წიგნს ბავშვებსაც მიცემდითო, ბავშვებსაც ვასწავლებდით, ხელოვნურ ინტელექტშიც ჩავდებდითო, გავაცნობდითო, რადგან ყველგან სხვადასხვა აზღრდა მიმდინარეოსო ბავშვების, ხო? ყველა ქვეყნებში სხვადასხვა. მკვეთრი გრადაციები არ არსებობს, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან რთულია ხელოვნურ ინტელექტს აუხსნაო რა კარგი და რა ცუდი. ვერ გაიგებსო. და თუ ჩვენო დავიწყებთო ბრძოლას, შეიძლება რამდენი წელიწადში რამე შეიცვალოსო, რამე კი არა შეიძლება აუცილებლად, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთო ამისთვის, არაფერი შეიძლებაო და თავის დინებას გაყვებაო. კარგით, მოდით ამით დავამთავროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.